საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდია ნომერი 8-დან. თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. გესალმებით. ეხლა ნომერი დაიწერება ტელევიზიაში, ეს ნომერი ტელემაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის ვიტყვი 23 88 105. თქვენ შეგიძლიათ გარეკოთ პირდაპირ ეთერში თქვენი მოსაზრებები გითხრათ პოლიტიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, იმ საკითხებთან, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ შევეცდებით ობიექტური პასუხები გაგცეთ, შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ და თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ძალიან მისაღებია და საჭიროც კია, რომ ვიცოდეთ საზოგადოებაში რა მოთხოვნებია, რა შეკვეთებია და რა სურს ჩვენ ქართულ ხალხს. დღეს რა ვიცი, მეორე დღეა უკვე მთელი მსოფლიოში ეიფორია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა არჩევნები და ტრამპმა ფიცი დადო, რომ ემსახურება თავის ქვეყანას, რამდენჯერმე ღმერთიც ახსენა და ღმერთმა ქნას, რომ ესე მოეწყოს გინდა ამერიკა, გინდა მსოფლიოში სიტუაცია. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, დღეს ამერიკა არის ყველაზე მძლავრი ქვეყანა, როგორც ინდუსტრიით, ეკონომიკით, ასევე სამხედრო შეიარაღებით და ყველანაირი ძალაუფლების მფლობელია. ჩვენი პარტნიორია საქართველოსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმნიშვნელო ქვეყანაა რუკაზეც კი და ჩვენ ეკონომიკურადაც ვერ გავძლიერდით და საერთოდ საით მივექანებით ისიც ვერ გავარკვიეთ ამდენი ხანი და რა სურს ხელისუფლებას სხვა რამე სურს, ხალხს სხვა რამე სურს და ვართ ამ ჭიდილში, ამ გაუგებრობაში, ამ არეულობაში, ვერ დავლაგდით, ვერაფრით ვერ შევძელით, რომ ერი გავაერთიანოთ, ერთიანი აზრი გქონდეს, ერთი მიმართულება გქონდეს, კონცეფცია შეიქმნას, რა ჭირდება ქვეყანას, ხელისუფლებამ ხალხს კითხოს, ხალხის აზრი გაიგოს და რა ვიცი, გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა და არა საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი გუნდის კეთილდღეობისთვის და თავიანთი ოჯახების კეთილდღეობისთვის. რა სიტყვით, ბატონო გიორგი? მოგესალმებით, მივესალმები თქვენ მსმენელს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ სწორედ ბოლო ეს 2-3 დღეა მთავარი მოვლენა, მსოფლიოს მთავარი მოვლენა არის დონალდ ტრამპის ინაგურაცია და მის მიერ წარმოქმნილი სიტყვა. სადაც მან, როგორც შეაღნიშნე, ღმერთი ახსენა რამდენჯერმე და მართლაც რომ უფლის შეწევნით ალბათ ყველაფერი ნორმალურად იქნება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტრამპმა პირველივე საათებში თავისი დანიშვნისა პრეზიდენტად დაიწყო უკვე ახალი კანონების დაწერა, ხელის მოწერა და ძველი დაახლოებით 70-მდე კანონი გააუქმა წინა ადმინისტრაციის. ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ დაიწყება ახალი ერა, მართლაც პოლიტიკური ახალი ერა. ბატონმა ბაიდენმა იმდენად გააფუჭა სიტუაცია მსოფლიოში, რუსეთი ჩინეთთან გადააბა, იქ ომი დაიწყო, იქ არეულობა დაიწყო, იქ რაღაცა უაზრო პროპაგანდები. ხო, მაგისკენ მივდივართ, სწორედ რომ ტრამპს დახვდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც. ამდენი ომია, ეხლა თითქმის მესამე მსოფლიო ომია კარზე მომდგარი, უბრალოდ იყო მომდგარი მესამე მსოფლიო ომი და ალბათ უფლის წყალობით ალბათ ტრამპი და პუტინი რაღაცები შეთანხმდებიან და თავიდან ავიცილებთ მესამე მსოფლიო ომს. ოფიციალური სახით ისე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დღეს უკრაინაში. მეორე ძალიან საინტერესო ასევე ის, რომ
პირველივე მისი პირველივე ერთ-ერთი ბრძანებულება იყო სწორედ რომ აი ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოსვლის. პარიზის ხელშეკრულება აი ყველაფერი ეს მიუთითებს იმას რომ აი ეს რაღაცა გლობალისტების ეს იგივე ჯამოის პარიზის რაღაც გლობალისტების მიერ შექმნილი ორგანიზაციები იყო და ამიტომ აი ხა თქვენს ბრძანებს ნატოს გააფრთხილა რომ უკვე და საშიშროება ალბათ იქნება იმისი და რომ შესაძლებლობა უბრალოდ საშიშროება კი არა შესაძლებლობა იმისი რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა დატოვოს ნატო. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს დატოვებს, მაშინ ეს ავტომატურად დაიშლება, რა თქმა უნდა. ძალიანსი და აქ ამ სიტუაციაში საინტერესოა, რა თქმა უნდა, ესეთ ახალ ერაში თუ სად და როგორ და რანაირად იქნება ჩვენი ქვეყანა საქართველო. როგორც მოგეხსენებათ, ორივე მხარეს უпроსტად ეგრეთ წოდებულ აი ოპოზიციას და ქართულ ოცნებას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ აი ტრამპის იგივე ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის აი იმ სიტყვას რომელიც მან წარმოთქვა სხვადასხვანაირად და თავისთვის ასარგებლოდ იღებენ ორივე მაგრამ მე ვფიქრობ ალბათ ჩემის აზრით რომ გარკვეულწილად ესეთი რაღაც აი შეცვლა პოლიტიკური შეცვლა აი რაღაც 90 გრადუსით რო შეცვალოს რაღაცა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოსთან მიმართებაში ვიძახი მე მგონი არ იქნება არ გააკეთებს ამას ტრამპი იმის გათვალისწინებით რომ ჯერ კიდევ ევროპაში ევროკავშირში რომელიც ჯერჯერობით კიდევ მისი მოკავშირეები არიან უმრავლესობას წარმოადგენენ აი ეს გლობალური ლიბერალისტური ძალები და ამიტომ არ ამგონია რომ მან რაღაც ხისტი ნაბიჯები ესე უცბად დაიწყოს და გადადგას და მათთან შეუთანხმებლად რაღაც საკითხებზე ჩვენთან დაიწყოს მოლაპარაკება საუბარი ჩვენთან და ასევე საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი მხრიდან თუ ჩვენ რა პოზიციას დავიკავებთ. დღეს უკვე ყველანი როგორც ოცნება ისე ეს რაღაც ნაციონალური მოძრაობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ირგებს მანტია მოიგო ქართულმა ოცნებამ დაახლოებით 7-8 თვის წინ 1 წლის წინ დაახლოებით და დღეს უკვე ცდილობს აი ბოლო განცხადებები რასაც უსმენდი ამ დღეებში აი ნაციონალური მოძრაობის ისინიც უკვე ცდილობენ რომ გადაეწყონ აი ამ კონსერვატიულ რელსებზე გადავიდნენ. მაგრამ მე ჩემის აზრით ძალიან ძნელი იქნება იგივე ნაციონალური მოძრაობისთვის, აი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის კონსერვატულ რელსებზე გადასვლა, იმიტომ რომ მათი ბუნება არის მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალისტური და ამიტომ ზარია შემოუშვათ არ ვალოდინოთ ხალხი გისმენთ გამარჯობათ ბატონო გამარჯობათ ხო აი ახლა ერთ წინა კვირის დასავლაში გამოგვიყვება ვინმე ლაზარე ჯორბენაძის წერილი რომ 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ქართველი ყოფილა საქართველოში 1,340,000 კაცი დარჩენილი და არა ქართველი 1,200,000 აი ეს ხო კატასტროფაა კაცი ერი ხო ილევა უკვე მთლიანად აი ამაზეა განგაში ასადეხი ეს წინა 10 წლის წინ რო ჩატარდა აღწერა მოსახლეობისა ქართველი იყო 2,800,000 და 10 წელიწადში როგორ განახევდა ქართველი კაცო ყოველ წელს 300,000-მდე მიდიან და ბატონო ეს ისი ბრალია რა უბედურობა პოლიტიკის შემოგევლე და ხელისუფლების რომელმაც თავისი მუცელი ვერ ამოიფსეს და ვერ გაძღნენ და
საკუთარი თავის გარდა ქვეყანა მაბადე და ფეხებზე კიდია. ნუ ესე არისო ამ ქვეყანაში ახლა ყვარყვარიზმი არ დამთავრდა რა. ყველანაირ დროში აქვს გადანახული, ვინც მოვა, სადაც მოვა. შეიძლება ამათი პატრონები თუ არ შეიძლება ყველა დროშას აღმართავენ. ყველანი ყველაფერი ხდებიან. 30 წელია მაგას საუბრობ და ვლაპარაკობთ რომ ეს უნდა დამთავრდეს რა დღეს ახლა რახან ტრამპმა თქვა ხალი-ხალია კაცი-კაცია ეს ქრისტემ როდის გითხრა ჩვენ და საიდან მოდის რომ ხალი-ხალი უნდა იყოს და კაცი-კაცი უნდა იყოს და ეს რეგვენები ახლა ხვდებიან და აი ჩვენ ნარატივს იმეორებს ტრამპიო რაღაც სისულელებს ჩმახავენ რაღაცას არ ვიცი ეს ლაქიები არიან ესენი არ ვიცი რა ხალხია საიდან მოდიან არ არის ქართველიერი ეგეთი ეს არ არის სახე ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა და ოპოზიცია არ არის სახე ქართველი ხალხის ესენი არ არიან ხალხის არჩეულები ესენი არიან მატყუარები რომლებმაც მოატყუეს ხალხი და გახდნენ ხელისუფალნი და მას შემდეგ ესე ტყუილში და ტყუილში გვაცხოვრებენ ტელევიზია ახლა ბიძინას აქვს იმედი პარტია ოცნებაში ცხოვრება არ გვინდათ ჩვენ გვინდა რეალობაში ცხოვრება ეხლა თქვენ რო თქვით ესე შემცირდაო წელიწადში თუ 300,000 გენოფონდი გადის გენოფონდი ჩვენი ხნის ხალხი კი არა ის ადამიანები ვინც გაამრავლოს ერი სიკვდილიანობამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა დაბადება საქართველოში და როგორ იქნება 2035 წლისთვის შეიძლება 15-20%-ამდე დარჩეს ქართველი და სხვათა შორის თუ გახსოვთ ჩვენ საუბრობდით ზუსტად შარშან დეკემბრის თვეში ჩვენ გადაცემებში ამაზე და ეს უკვე გაეროს მიერ არის დადგენილი თუ ასე გაგრძელდა საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის ჩვენ უკვე უმცირესობაში ვიქნებით. უმცირესობაში 20-25% იქნება აღარ არის უკვე კატასტროფა. ზარია გისმენთ? ალო. დიახ. ალტიმფორ ჩაირთო და როგორ ვიპოვოთ რომ არ აჩვენებს საკარეგიონებს. არა ბატონო ჩემო. რეგიონებს ჯერ მე მგონი ვერ დაგიან. ინტერნეტ ტელევიზიით ჯერჯერობით არიან ინტერნეტ ტელევიზიით. ჯერ ვერ გადიან მაშინ ეთერში. მე რასაც უსმინე ახლა ტრამპის ძირითადი მას საგარეო პოლიტიკაზე არ ულაპარაკია, ძირითადი გზავნილი იყო, რომ ამერიკამ უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება. და ეს ყველაფრის მანიშნებელია იმისი, რომ მისი გაძლიერებით, ამერიკის გაძლიერებით ის კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას ისეთი ნაგავზე, როგორც არის ლიბერალისტული რაღაც გლობალისტური სისულელები. ეხლა გამოძიებასაც დაიწყებს ჯამნომ რამდენი ფული გააკეთა და ვინ აკეთებდა იქ ფულებს ევროკავშირის თავმჯდომარე თუ რაღაცა რო არის ფონ დერ ლაინი მისი მეუღლე გამოაცხადა ის რომ რა ელექტრო რა ისა დაჯექით ბენზინის მანქანებზე და იარეთო რაღაცა მწვანე ენერგეტიკა რაღაცებს მე არ ვიცი ამ ლიბერალისტებს სად დაფრინავენ რა აზრები მოძდით რას ლობირებენ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ცხოვრებით თუ ამოიწურა ის ნავთი მაშინ რაღაცას მონახავენ და მანამდე ესე იქნება ვერ შეცვლი ამას და დღეს ახლა ტრამპს რომელსაც ჩინეთთან წინა პერიოდშიც არ ქონდა ურთიერთობა აწყობილი ეხლა ბაიდენმა ისე გააკეთა რომ ჩინეთი და რუსეთი გადააბა ერთმანეთს ისე მჭიდროთაა გადაბმული რომ დღეს ეხლა რო დაალაგოს სიტუაცია ბოლო-ბოლო სი ძინპინი მოთხოვს ტაივანი დამიბრუნებ მაშინ და როგორ იქნება ეს როდესაც პრეტენზია თქვენ გახსოვთ ის ქალბატონო ჩაბზანდა მაშინ ტაივანში როგორ დაიძაბა სიტუაცია და არ ვიცი როგორ დაალაგებს ეხლა მე ვფიქრობ მაინც დაალაგებს იმიტომ რომ მისი პირველი ნაბიჯი ტრამპის იყო ის რომ პირველი ვინც მოიწვია თავის ინაugurაციაზე სი ძინპინი და ჩხუბი არ უნდა და ზარია გისმენთ გისმენთ ალო გამარჯობათ გამარჯობათ აი ძალიან აღთხოვთ ცივი გონებით მიპასუხოთ ეს კითხვა. აი აბა იყოს 200 ლარი ხელფასი. თუ იტყვის ერთი ადამიანი პარლამენტარობა მინდაო. მეორე კითხვა. აი შევიდა საქართველოს ნატოში დაუსვან ალბათობის თეორიით.
ჯერ ახლა იმდენი ხარჯია, ნუ გადასახადი ალბათ საქართველოს ვერ შეიძლება. აი ამ ხანდა სამაჩაბლოს იომებს, აი დაგვიბრუნებს ნატო, ან რა აზრი აქვს შესვლას, აი მე ძანმიდა ცივი გონებით მიპასუხოთ. ჯერ კიდევ როდესაც თქვა გურამიშვილმა ბრძენის სიტყვიდან არჩევის ოსტატი თავის ხელით და 500 წირვით ვაჭარის შორს ასლა მოსვლა გძელდა. ძანმიდა ცივი გონებით მიპასუხოთ და რა ემოციით. მაგ როგორც შევტყერთ სამი კითხვა. პირველი რომ აი ჩვენს პარლამენტარებს თუ ვისაც რაღაცა იბრძვიანა ეს პოლიტიკაში შესვლაზე რაღაც რო კითხო რა გინდა? აი რა გინდა პოლიტიკაში? პოლიტიკა არ იცი, საერთოდ არაფრის აზზე არ ახარ. საქართველოს ისტორია არ იცი და მსოფლიო ისტორია არ იცი და ევროპა გაიძახია, მოდი ევროპის ისტორიას გადახედეთ და თუ რამე იდენტობა დარჩა, აი ბორელმა რო გამოაცხადა, ჩვენთან აქ 64-ია და იმის იქით ჯუნგლებიო. აი ამ ჯუნგლებში ვიბრძვით მარტო ამ იდენტობაზე და ჩვენ ბაზე ეროვნებაზე და დანარჩენი უკვე იდენტობა დაკარგული აქვს ევროპას. ევროპა აღარ არის და საით მიაქანებად ის გახსოვთ ოლიმპიადის გახსნა ეს რა საზიზღრობა იყო, ეს ამაზრზენი იყო. მეორე ახლა 200 ლარი რა არის? თქვენ გონია ის რაც ახლა რომ 150% თუ რაღაცით იმატება, ის ყოფნით მაგათ? და თქვენ გონიათ იმ ხელფასზე არიან და ბიუჯეტში ხელს არაფათურებენ. თავიანთ ბიზნესზე ყველას ბიზნესები აქვს, მილიონრების ზიანი იქა ხალხო და იმიტომ მიდიან იქ რომ ეხლანდელში არ უცნა წინა პარლამენტში 51 მილიონერი ოფიციალური მილიონერი იყო. ოფიციალური და ეგრეთ წოდებული კრიშები ხდებიან და რაც შეეხება ნატოში შესვლას, ნუ კარგით ეხლა ეს სისულელე ვისაც ჯერა ეხლა და ვისაც არ უჯერა უნდა გაგვატარონ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რაღაცის აგერ ტრამპმა თქო თვითონ მე მგონი დაიშლება ამერიკა ამოპირებს გამოსვლას. ის რომ აფხაზეთი ამათ არ ადარდებთ, ძმებო და დებო, არ ადარდებთ. ეს საქართველოს ყოფნით რომ გაძღნენ, გაივსონ ჯიბეები და საშვილთაშვილოდ დასახლდნენ და რამე რომ მოხდეს, აქედან ისე გაქრებიან როგორც ვითომც არ ყოფილან. ეს არის მოღალატეები, როგორც ქოცები, ისე ნაცები. და ბატონ ბიძინას ურჩევდი რა, ჩემი მოკლეჭკუი თუ ჩაატაროს არჩევნები. მოიგებს არჩევნებს, მაგრამ ეს ხარახურა ხალხი უნდა გაყაროს, კაცო, არ შეიძლება ერთი მეცნიერი არ აყავთ იქა და ერთი ეკონომისტი არ აყავთ წესიერი და რა ვიცი, ერთი ენა გატლეკილი ეს კოლექტიური ეს დინარაძეები არიან, რაღაცა ისეთ რაღაც სისულელებს ლაპარაკობ, გაგიჟდები კაცი და ერთი ვინცა მაგ ნორმალურ მე კალაძია, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს ქვეყნის. ქალაქებს ახლა კალაძეს დანარჩენი რას მიკეთებენ? ფულის კეთების მეც. ზარია გისმენთ. გამარჯობათ. გაგიმარჯვეთ ხალბატონო. გამარჯობათ. 35 წელი გადის და ქვეყანაში არაფერი არ კეთდება. ყოველდღიური გადაგორების გარდა და ხელისუფლებაში მყოფი ხალხის გამდიდრების გარდა. სადამდე უნდა ველოდოთ ამას, სადამდე ვითამაშობს ტრამპა, დროშა ჩამოხსნა ტრამპმა, ეს თქვა ტრამპმა, ის თქვა დავიხალეთ ხალხი, გამოფინეთ ამათი სურათები, ქვეყნის დამაქცევრები, დაწყებული პირველიდან ბოლომდე არავინ არ აგო პასუხი. გადააგორებს დღევანდელ დღეს, იქნება ძალიან კარგად, გამდიდრდება წავა და პასუხს არაფერზე არ აკეთებს. სადამდე ვიყვეთ ჩვენ ხალხი ამ მდგომარეობაში, აღარ გვინდა ოპოზიციური პარტიები ხართ თუ ვინც ახართ, გამოდით დაგვიდექით წინ ჩვენ მოუხუცდით, ვეღარ ვაკეთებთ ვერაფერს. რო აქებთ კალაძესო, კალაძემ დაამახინჯა მთელი თბილისი, ქოცები და მაგენი ნაცები ერთად აშენებენ ამ კორპუსებს, ხალხო ისინიც აშენებენ და ესენიც ხო არ გონია მარტო ესენი და დაამახინჯა მთელი თბილისი. შეიძლება რაღაცას ეშოლოს, მაგრამ ამას რა ეშოლება? ამ საზისხარ რაღაც იმგენს ასანთის კოლოფები კი არა, კოლოსალური ასანთის კოლოფებია და დავიხალეთ უკვე რა ტრამპი, რის ტრამპი, ვინ მოვა, ხალხო თქვენთან მოვიდა მეზობელი ოჯახს აგიშენებო.
გამაგებინეთ ვინ აგვაშენებს ჩვენს გარდა და რომელი მთავრობა გამოგვადგა გაგვაგებინეთ რაღაც კანონი უნდა მივიღოთ მივაღებინოთ ხალხისათვის გამოვიდეთ თქვენ საპარლამენტო ისახართ პარტია რომელიც შეგარგოთ ღმერთმა ფულს იღებთ იმისთვის რომ ხალხს წაუძღვეთ წინ და რაღაც კანონი მივიღოთ ამ ქვეყნის სასარგებლო ასე არ შეიძლება დღეს დაგვრჩინიან ხვალ დაგვრჩინიან დღეს ზეკავცინიან და წავლენ და არაფერზე პასუხს არ აგებენ თითოეულ დროს ასე იყო დაწყებული პირველიდან მეორე მესამე და ყველა პრეზიდენტი თუ მთავრობა სადამდე შეიძლება ასე მასხლა დაგდებული ქვეყანა ვარ თუ არა გამოაცხადონ ეს არ არის ქვეყანა და არ ვარ ხელისუფლება ნახეთ როგორ ცხოვრობენ რამდენი მოსამსახურე ყავს თითოეულს კაცო რა დავაშავეთ ესეთი ჩვენ რომლის მხრებზეც მოვიდა ყველაფერი 100 ლარი რო აქვს 9 აპრილის მონაწილეს პენსია რა დააშავა მან რატო არ ლაპარაკობთ მათ სამხედროებზე რო საუბრობთ კი მათაც უნდა ისაუბროთ მაგრამ 100 ლარია 9 აპრილის პენსია ხალხო გაიგეთ რა მაგრამ რა აქვს ამდენი და პლუს ბონუსები პლუს პრემიები პლუს გადასახადებს ჩვენ უხდით და ყველაფერს რატო გამაგებინეთ ამ წყვილებისთვის და ქვეყნის დაგრძევისთვის გამოდით გარეთ თქვენ ჩვენზე მეტი გონიერი ხართ და აგვიძახით რომ რაღაც კანონი მაინც მივაღებინოთ ქვეყნის სასარგებლოდ ჩვენ არც ტრამპი აგვაშენეთ არც LGBT და არც არავინ ჩვენ თუ არ მივხედეთ ამ ქვეყანას როდის ყოფილა მოსულა მესობელი და უთქვია მოდი მე შენ ოჯახს აგიშენებ და შენ კარგად იცხოვრე და მე თუდად ვიცხოვრებო მადლობთ გეთანხმებით ქალბატონო სრულიად თქვენი გულისწყეველი გვესმის და ვიზიარებთ და რა ვიცი ამ პოლიტიკაში მეც არაფერს არ ვაკეთებთ რომ ამის გამოაშკარება გვინდა მაგრამ უყურეთ დაურჯელობის პრეზუმპცია ეროვნული ხელისუფლება კომუნისტებმა ჩამოაგდეს იარაღით ხალხი დახვრიტეს დახოცეს სამოქალაქო მოაწყვეს და კაცი შვილი გამსამართლებელი არ იყო და ამერიკამ მოიყვანა შევარდნაძე ეს არაკაცი და გამოაცხადა რომ ესა შუქურა რომელსაც უნდა მისდიოთ და ამან დემოკრატია იცის და ამან კაც რომელიც იძახდა საქართველოში მზეს ჩრდილოეთიდან ამოდის ეს შუქურა გაგვიხადეს მერე ამან ქვეყანა გააცამტრა გააჯართა ვაფშე ნოლამდე დაიყვანა ყველაფერი კაცშვილმა ხმარა მოიღო ჩვენს გარდა მერე მოიყვანეს ვიღაცა როგორც გუბასანიკიძე იძახის სომეხი მიშა რაგვარია პატრონო ხოდა იმან საერთოდ სისასტიკით და უბედურებით ყველაფერი გააკეთა კაცშვილმა არ გაასამართლა ისე წავიდა ამ ქონდა რო არ დაბრუნებულიყო თავისი სულელით არავინ დამჭერი არ იყო რა პირიქით ადიდებდნენ და აქებდნენ მოიყვანეთ ეხლა ეს ბიძინა ჩვენ მერტი ჯული ხმა არ მიმიცია და არც მივცემდი იმიტომ რომ ვიცოდი რაც იყო მოვიდა ბიძინა და 12 წელია სულ შეპირებებია სულ დაპირებებია ბოლო არჩევნებში უკვე დაპირებებს რო ვერძლებოდნენ ომი და მშვიდობა მოიგონეს და ამითი ხალხს დააშინეს რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით აქ ბომბები დაგვაცვიდება ამას იზამთ ამას ვიზამთ და რა ვიცი არჩევნებს გააყალბეს დაждდნენ და ეხლა ის რო არ ეყოთ პრეზიდენტის თავის დასვეს და ოპოზიციაც შექმნეს შიგნითვე სოზარ სუბარ ჩააფარეს ოპოზიცია და ესე იგი მთლიანად დააკომპლექტეს როგორც აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო და ეხლა კიდე კობახიძე იძახის რომ არასამთავრობოებსაც ჩვენ დავაფინანსებთ კაცო რა გვინდა ესე იგი სრული მაშინ გამოვაცხადოთ ბიძინა იმპერატორად ესენი ნაზირ ვეზირება და აღარც არჩევნები იქნება არც ფული დაიხარჯება არაფერი და იყვნენ ეგენი და ოპოზიციას დანიშნავენ თუ უნდა რა ვიცი ან მელიას ან გელიას ან ვიღაცას და ესე იქნებიან რა თუ საზოგადოება არ გამოფხიზდა ქალბატონო ჩვენ იარაღს ხო არ ავიღებთ საზოგადოება გამოფხიზდა და დაინახოს ტყვანმართალი ვირისი გამკეთებელია შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაში და საერთოდ სამყაროში ყველა შეუძლია თუ გული შეტკივა ქვეყანაზე ხალხზე ყველაფერი კარგი შეუძლია გააკეთოს იმისთვის მოხსნეს ზვიად გამსახურდია რომ პური არ გააძვირაო კაცო და ფაბრიკა ქარხნები არ გაყიდა და არ დაანგრიაო ამისთვის მოხსნეს სამსახურიდან ამათმა დაანგრიეს და ქვეყანა გააპართახეს გააჯართეს
თურქეთის საზღვარზე ტევა არ იყო ესეთი ის იყო და ეს შუქურები და დემოკრატები გამოჩნდნენ მთელი ეკონომიკა მოშალეს სოფლის მეურნეობა გაანადგურეს ქართველ გლეხს იმდენი ქონდა რომ ერთი წელი რომ ყოველ დღეს სტუმარი ყოლოდა ის ყოფნიდა დღეს რა არის საჭმელი არ აქვს და ჩასაცმელი და დასახური და რატო ხმას თქვენ არიგებთ რატო აძლევთ ხმას მე ვერ გავიგეს კიდევ ვიმეორებ მე მგონი ჩვენ დავადით სადომასოხიზმით ქსიამოვნებს ეთყობა ეს რომ ხმას მივცემთ ამას 100 ლარის სამაგერო და მე 4 წელი წყევლაკრულა და გინებაა და ასე ვერ განვითარდებით ვერ წავალთ წინ ის კაცი დაკავებულია იმითი რომ თავისი ფული დაიბრუნოს ესენი დაკავებული არიან რომ თავისი ოჯახები და ვილები ააშენონ და ჩვენ რა ვქნათ ზარია ბატონო უსმენს გისმენთ საგამომშვიდობისა ბატონებო წინასწარ გეტყვით რომ მე ზვიად გამსახურდიას გარდა არავისთვის არ მიმიჩია ხმა არც ამომრჩეველი ვარ არც ხმის მიმცემი არავისი მაგრამ ეხლა თქვენ გქონდათ საუბარი ტრაპთან დაკავშირებით ხომ აი მე მინდა გაგცეთ პასუხი ტრაპთან როგორი შემიძლია ჩემი მოგრძალებული აზრი გამოთქვა ხო ესე იგი ტრამპი რომ მოვიდა ძალიან მაგასაც ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო თქვენ კარგად იცით ბაიდენმა რა გაუკეთა და ბუშებმა რა გაუკეთეს ამერიკას მაგრამ მე მგონი ეხლა რა თქმა უნდა ბაიდენმა უნდა თავისი სამშობლო აყვავოს და ძალიან ბევრი ამბიციები ჰქონდა მაგის სიტყვაში ბევრი ეს შინაური პოლიტიკა ყველაფერი ეს ჩვენი საქმე არ არის მაგრამ იცით რა არის ესე იგი მე მოვისმინე ბაიდენი ვისაც ნიშნავს ქალბატონი გვარი არ მახსოვს ევროკავშირში ის ქალბატონი 2 კვირის უკან გამოვიდა ძალიან კარგად ილაპარაკა საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან კარგად აი ეს რომელიც უნდა დანიშნოს ევროკავშირში ამერიკის წარმომადგენელი ილონ მასკმა ესე იგი რა კარგად ცოდნია გეოგრაფია ისე კარგად ილაპარაკა საქართველოზე რომ აი გესიამოვნებოდა უბრალოდ რომ საზღვარგარეთიდან რაღაც დაშორებული ასეთი განვითარებული ადამიანი თუ იყო არ მეგონა გეოგრაფიაში ძალიან კარგად ილაპარაკა საქართველოზე და სხვათა შორის ნუ გვავიწყდება რომ ესე იგი თან ხდება სამი საკითხი საქართველოს მთავრობასა და ესე იგი ბატონ ტრამპის გამოსვლებში ნუ მე ახლა არ გავშლი ამას იმიტომ რომ საეთერო დრო ძალიან ძვირია და იცით კიდევ ტრამპი უკვე ინფორმირებულია საქართველოს შესახებ ვიქტორ ორბანისგან ორჯერ იყო უკვე ჩასული ვიქტორ ორბანი იცით რომ საქართველოს მეგობარია და მე მგონი ნუ რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ეს რაღაცები არა მაგრამ რაღაცა ძვრები კარგისკენ იქნება და კიდევ იცით რა შეასაქმე რუსეთთან უნდა ცოტა მოქნილი პოლიტიკა საჭირო რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მეზობლები ვართ არ შეიძლება ასე რუსო ესე იგი შეურაცხყოფას აყენებენ რუსერს არ შეიძლება ასე ბატონებო ხომ მეთანხმები თამაში როგორ შეიძლება ეს კი შეურაცხყოფა ერისა და მე მგონი ეს ჩვენ არ წაგვადგება იმიტომ რომ მეზობელია რუსეთი და რაც შეეხება ნატოს დღეს თუ ხარ დაიშლება უკვე ხო ხედავთ როგორი იმით გამოვიდა ბატონი ტრამპი ისე რომ მე მგონი საქართველოს წინსვლა ელოდება და თქვენს გისურვებთ წარმატებას და უფრო მეტ აქტიურობას საერთოდ, უფრო მეტ კრიტიკის სახით, არამედ ცოტა შერბილებული, ნუ რა ვქნათ, პოლიტიკა ასეთია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა გამიმარჯვეთ ხალბატონო, კარგია რომ ესე დალაგებულად აზროვნებთ ესე ყველაფერი ჩამოყალიბებული. ერთია რომ ხა პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, არის ინტერესთა თანხვედრა და თუ ინტერესთა თანხვედრა, მაშინ მეგობრობა შეიძლება დავარქვათ და დღეს ახლა ტრამპმა არ დაპატიჟა მაკრონი, შოლცი, ესენი დაპატიჟა ორბანი. ანუ საყდენად, ანუ თანამოაზრეთ მიიჩნევს. ხა საქართველოს დიდი არაფერი არა, მაგრამ ინფორმაციაც ხო აქვს, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ არის კონსერვატიული, ესენი არიან ლიბერალები. ამას ინფორმაცია აქვს საქართველოში საიდუმლო არ არსებობს გარდა იმისა რამდენს იპარავენ ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებები და არა მარტო მაგენი იმიტომ რომ მთელი ბიზნესი და ყველაფერი გაყოფილი აქვს ნაცებს და ქოცებს ეს ინფორმაციაც აქვს ამიტომ ტრამპი ეტყვის
ბატონო ბიძინა, ტრამპ პირადად არა, ადმინისტრაცია ჩაატარე არჩევნები ჩაატარე და ეროვნული ხალხი შეუშვი, იმიტომ რომ რეალური კონსერვატორები ეროვნულ ხალხს და თქვენ ორი ნაძირალა ერთმანეთს ეჩხუბეთ რამდენიც გინდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ამას ეტყვის და ტრამპს ვერ აუხდება. შეიძლება მაკრონს და იმას აუხდეს, მაგრამ ტრამპს ვერ აუხდება. არ არის ეგეთი ვაშკაციც და გულადიც რა. მართლა შეუძლია რომ გაანადგუროს და ვაფშე მას. არ შეიძლება ესე, არ შეიძლება ტყილში ყოფნა, კაცო, კიდე ვიმეორებ. 90 წელს კომუნისტებმა ჩაატარეს საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ხალხო, იმის მერე მე არჩევნები 100 წელიან პოლიტიკაში 99 წლიდან პარტია გვაქვს, მონარქისტული და სულ გაყალბებებია. როგორ შეიძლება ასე ვერ წავიწევით წინ, არ შეიძლება განვითარება არ ხდება, ქვეყნის განვითარება. ბრეჟნევის დრო ხო გახსოვთ, ერთ ადგილზე მატარებელს აწევდნენ ხელით აქანავებდნენ. ისე ვართ, ვერ ვითარდებით, არ შეიძლება, უნდა შეიცვალოს, უნდა კონკურენტულიანი გახდეს ეს პოლიტიკა და უნდა წავიდნენ, გადაბარება უნდა ისწავლონ, ხელისუფლების ყველა იარაღი თქვა უნდა გაყარო კაცო. ვერ თმობენ ამ თბილისკამებს ეს პატრონოები რა, ვინ არიან ესენი, მონღოლები წავიდნენ საქართველოდან და ესენი არ მიდიან რა. სამაგიეროს 300,000 დემოგრაფიულად გავნადგურდით, კრიზისია უკვე. რამდენი ადამიანიც გავა ქვეყნიდან, იმდენად მცირდება უმუშევრობა ქვეყანაში. წავიდა 300,000, 30,000-ით სამუშაო ადგილები, უმუშევრობა მცირდება. აი ესეთი სტატისტიკა გვაქვს რა. გისმენთ ზარია. გისმენთ? ისაუბრეთ. გაითიშა თუ. ზარია. გისმენთ? ალო, ისაუბრეთ. იახ მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. ხო, თუ შეიძლება რომ დავამთავრო აზრი და მე განსაჯე თქვენ. ესე იგი რა არის? ისაუბრეთ, გისმენთ? ყურადღებით. კი ბატონო. ესე იგი ტრამპი მე მაინც არია სერიოზული ფიგურა, სხვათაშორის არის დაუკავშირე კიდეც თქვა რომ თბილად ჩაიცვითო ისე მოგზავნით ინაუგურაციაზე, რა თქმა უნდა, თავისებური კინიკოსობა, ცინიკოსობა გამოამჟღავნა. ეგ მოხდა ზუსტად 40 წლის წინ, როცა შევიდნენ ემაში. შიდა პალატებში ასე ვთქვათ, რეიგანის დროს, მაგრამ რეიგანმა დაშალა საბჭოთა კავშირი. ორ შემთხვევაში აიძულა დიდი ისმი იტანა საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტებზე, ნომერ 2 აგენტზე, შევარდნაძეზე და გორბაჩოვზე. ხო ეს გასაგებია, მაგრამ ეს მე მგონი პირიქით გააძლიერებს რუსეთს და ალიასკასაც ჩააბარებს, ასე ვთქვათ, პუტინი მეშოქში ჩასვას ჟარგონზე რო ვთქვათ. ხო ეს ერთი, ვერაფერსაც ვერ წაიღებს, ვერც მექსიკის ხურეს ვერ დაარქმევს ამერიკის ხურეს. იმიტომ რომ ჩვენი რა აგერ ქართველებს ის ვერ ამოგვიგდია გვაქვს ტაქსი ვგდებით ვეუბნებით აღმაშენებელი ხო ნომერ პირველი ქართველი იყო მაგრამ მაინც ვეუბნებით რომ პლეხანოვზე გამეყვანეო ეგ ეგრეა ხო და იქ არავით არის ამერიკის ხური არ იქნება ხო გრენლანდია შეიძლება წაიღოს და იცით რა მეკობს აი თქვენ რომ ამბობთ რომ ესენი უნდა იყვნენ და იყვნენ სამწუხაროდ ხო პირი ისე უჩანს რომ მართლა ესენი მინიმუმ კიდე 12 წელი იქნება არა რა მოხდება დაინგრევა ქვეყანა აქ ხალხი იცხოვრებს ისევ არაფერიც არ მოხდება რომ იწვიან ჟიზ ბრადალჟაეცა და რუსეთი იქნება ვინც იქნება თუნდაც ის წეული მარად ყულახმეთოვი შემოვიდეს და დადგეს თავის ჯარებთან ერთად არაფერი ხალხი ისევ გააგრძელებს ცხოვრებას ისე რომ ძალიან გვაშინებთ ბატონებო და არც გვეშინია არაფრის ისეთები გვაქვს ჩვენს ნანახი რომ შეიძლება თქვენ ზოგი რამე ღმერთმა დაგიფაროთ რომ ნანახი გქონდეთ აი ციხეც ნახეთ ომიც ნახეთ ქუჩაც ნახეთ ეხლა 88 წლიან გაუგებრობაში ვარ პოლიტიკაში და კორკოტასთან 29 წელი ვიგექიო და ვასეკორი 54 იყო ეხლა მაგით რო გასაზღვრავთ ვიღაცა 7 და 10 წლით მეტი იჯდა ეგრე არ ხდება რა ეხლა მე სერბსკის კლინიკაში ვიგექი რუსის ოფიცრის დაჭრისთვის და მე ლეფეროტოვის ციხეში ღმერთმა დაიფაროს ბევრი
ეგეთი რამეების ნახვა. ხო და ისე რომ არაფერი არ დაიქცევა, ქვეყანა ისე ვიქნება და საქართველოს როგორმე ღვინია დიდი ხანია გადაჭეხილი, მაინც იქნება. აი საქართველოს ბორომდე დაქცევა არ იქნება, მე მწამს ღრმად, იმიტომ რომ ქრისტეს წილკვერდრი ქვეყანა ვართ და რაღაცა ზებუნებრივი ძალები კიდე გადაგვარჩენენ ჩვენ. აი ამერიკა, როგორც ნიუ-ორლიანი დაიცვა და უბედურებები ხდება, ტორნადოების კასკადი და კიდევ ესე რუსეთშიც ისინი მოხდა, ხო, რა ქვია, დიდი წყალდიდობები და ირანში რამდენიმე 15 წლის წინ ქალაქი ბამი უმშვენი ისტორიული ქალაქი ძირ გაასწორა ემა, რა ქვია, მიწისძვრამ. კი არა, რუსული ხალხი მეწოდება რა. თურქეთშიც მასე იყო, მე რა ახლა. თუნდაც მოგვეც აგერ მონღოლები ისევ ცხენებზე შეხდა და ჩვენ მაინც ვიქნებით ბატონებო. წარმატებები საქართველოს ყველაფერში, გაიხარეთ. ჩემო კარგო, ეგ სინგაპურიც არის, მაგრამ ვისია ეს სინგაპური 85% ჩინელი ცხოვრობს. თუ ესე დავიცალეთ, საქართველოს დარჩება რუკაზე ესე შეიძლება, მაგრამ ვინი ცხოვრობს? იქნებიან ჩვენი შვილები, შვილიშვილები, იქნებიან ამ ქვეყანაში. რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხანი? თუ რა ამბობთ, რომ ის შემოვა, ეს შემოვა, შემოსულან საქართველოში და წასულან. მაგრამ იცი როგორი ჩუმი მტერი უფრო ვარესია, შინაური მტრობამ დაგუპა საქართველოს. შიდა მტრობამ და შურმა და უბედურებამ. თორე გარემტერს ყოველთვის ხმალი თხვდებოდა. ქართველი ვერ იგებს ამ ჩუმ მტერს. ვერ განსაზღვრავს რა უნდა აკეთოს. გარეშე მტერი იცის რომ ეს მტერია და იმას უნდა ებრძოლოს და ამათან ბრძოლის მეთოდები ვერაფრით ვერ მოახერხა და უნდა საზოგადოება გაიზარდოს რომ მიხვდეს რომ არ შეიძლება ესეთი ცხოვრება რა ცხოვრება ყველანაირი შეიძლება ციხეშიც გვიცხოვრია და ჯანდაბაშიც ყოფილვარ და აკოპშიც და იქაც გვიცხოვრია ყველანაირი ცხოვრება შეიძლება სანამ პირში სული გვიდგას მაგრამ მარტო ღმერთმა რა ქნას თქვენ თუ ხელი არ გაანძრიე ესე ხო არ არის სიმღერა რო გვაქვს თუ გამაჩინე კიდეც მარჩინეო ესე არ ხდება ბრძოლა უნდა ქრისტესთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და სამშობლოსათვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი ხალხისთვისაც თუ შეგვიძლია და ყველა ბრძოლას აზრი აქვს და ასე რომ ახლა ვიქნებით და ის მოვა სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძვრესო ესე ხო არ არის ბრძოლა ეს არის ნიჰილიზმი ესა ხელის ჩაქნევა პირიქით უნდა ერთმანეთს შეუძახოთ ერთმანეთს უთხრათ რომ რა ვაკეთოთ მე ახლა არავის არ მოუწოდებ იარაღი დავმარხე და მორჩა იმისი ამღები აღარა ვარ მაგრამ ესე ხო არ შეიძლება ცხოვრება რომ თავი ჩაუქინდოთ ვინც მოვიდა ყველამ თავის წამოგვარტყას რა ეხლა ბაიდენი, მერე ტრამპი, მერე ჟორა, მერე კოლა და არ იქა ის რა სიტყვის იქა ადრე მოსკოვში ამბობდნენ, ახლა ბრიუსელში, მერე ვაშინგტონში და ვიცხოვროთ ესე. ისინი მშვენივრად შვილებსაც დააბინავებენ, შვილიშვილებსაც, შენ კიდე არ ვიცი, შვილები ღმერთმა მოგწეს, თაცმიდის პარკში აგიყვანია? კინოში წაგიყვანია? სადმე ესეთი მაკდონალდში გისადილია შვილებთან ერთად? რატო ერთეულებისთვისა და ყველა ხალხისთვის არ არის ნებისმიერი ადამიანისთვის 700,000 მათხოვარი ყავს ეგ რომელიც სოციალურად ეძახი და ჩვენ სიტყვაზე და გამათხოვრებული არიან მრავალშვილიან ოჯახებს უჭირს 100 წლისას 10,000 ლარი რა თუნდა ძმაო უპატრონე ექიმი უნდა იმას 10,000 ლარი რა ჩემ ფეხებია რა ეყოფა სარია ბატონო ირაკლი და ასე გვაბოლებენ ბიჭო როგორ შეიძლება გისმენთ ბოლში ცხოვრება გისმენთ ალო გისმენთ მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო ირაკლი მე თქვენი ამომრჩეველი გესაუბრებით რაც პატრიოტ ალიანსი ანუ ჩამოყალიბდა და შეიქმნა ეს პარტია ყოველთვის თქვენი მხარდაჭერი და ხმის მიმცემი გეოპარაკებით ეხლა მე რა უნდა გითხრათ ისეთი რომ თქვათ გავაკვირო ვინმე და რაღაცა ბრძნული აზრები გადმოვაფრქვიო აზრი არა აქვს ისეთი ხალხი რეკავს და ისეთი ჭკვიანურ სიტყვებს გვეუბნებიან რომ ეხლა მე აღარ ვაპირებ რამის თქმას უბრალოდ მე ხომ ხედავთ ეხლა პირველი გადაცემა არ არის ეხლა რომ გიყურებთ და იცით მე მინდა უბრალოდ ადამიანურად გირჩიოთ ნუ ინერვიულებს ბატონო ირაკლი აი თქვენი პარტია თვითონ პირადად თქვენ გთხოვთ უბრალოდ ადამიანურად
თქვენს მეგობარს აგერ გვერდით რო გიზით, მასაც ყველაფერი იცით რა მოხდება, უცებ ისე შეტრიალდება, აი სულ უცებ. საერთოდ რომ არავინ არ ველით. და ყველაფერი კარგად იქნება და ეს ნერვიულობა შეგრჩებათ და დაგაზარალებთ და გთხოვთ აი უბრალოდ როგორც ახლობელს როგორც თქვა ჩათვალეთ რომ ნაცესავიან ვიღაცას ეჭვლის დონეა ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობთ ამდენს მაინც ამ ნერვიულობით არაფერი არ გამოვა და ყველა დაზარალდებით ეხლა საქართველო რამდენჯერ ყოფილა რომ ნაცრიდან აღმდგარა ხო გვახსოვს ისტორია ხო მაგრამ მებრძოლი ხალხის garaში არაფერი არ აღდგება ხალბატონო ჩვენი ქვეყანა ხო გახსოვთ არა როგორ იყო და მაინც გამოვედით ამ ქვეყანაზე და მაინც ვართ და ის მონღოლები მართლა წერან თქვით ცხენიდან ვერ ჩამოვიდნენ დღემდე და იცით არ გინდათ ამდენს ნუნერვიულობთ დამშვიდით დატკნარდით უბრალოდ იცით რა იქნება კარგი აი წარმოვიდგინოთ რომ საქართველოს ვიწყებთ რაღაცის შენებას უკვე ყველაფერი კარგად არის აი რა უნდა გაკეთდეს იმ ახალი საქართველოს რომ შევქმნათ და აი რითი უნდა დავიწყოთ მრეწველობით სოფლის მეურნეობით განათლებით ჯანდაცვით სამხედრო საქმით თუ რითი აი ამაზე ვილაპარაკოთ გეგმები დავსახოთ ერთად მაყურებელთან ერთად აი მათი აზრი მოვისმინოთ თქვენი თქვით ჩვენსაც ვიტყვით რადიობია პირველად რომ გაკეთდეს ქვეყანაში რომ გვეშველოს აი ამაზე ვილაპარაკოთ თორე აღარ გვინდა ეს 12 წელი და 30 წელი ვინდა დავაშავეთ ყველაფერი ნათქვამია და ყველა ნერვიულობთ ამის მოყოლით კიდე და არჯობია უფრო ცოტა აზრიანი ჭკვიანური რაღაცები ვილაპარაკოთ წინ როგორ დავიდეთ მიზნები გეგმები ყველა ჩვენი ვთქვათ რაღაცაზე შევჯერდეთ აღარ გვინდა ამდენი ნერვიულობა ძალიან გთხოვთ თავს აზარალებთ და ჩვენც ნერვიულობთ რო გიყურებთ მოკლედ უკვე აღარ ვარგებათ და ის კაცი რო რეკავდა წერა რომ განახევით კი აღარ ვარ თურმე თუ მართლა მასია მილიონი და 300,000 თუ დავრჩით მართლა უბედურება ყოფილა ჩვენს თავს და ვისი ბრალია ეგეც ქალბატონები რომლებსაც მე ამას არ ვამბობ რომ გაჭირვებულია რომ გათხოვდებიან და ორშვილზე მეტი არ უნდა და თავის შეწუხება რო არ უნდათ რატო არ ეჩენენ შვილებს გააჩინონ ამერიკაში ასეთ განვითარებულ ქვეყანაში ხო არ არის სირცხვილი რომ 5 და 6 შვილი ყავთ და არ ეთაკილებათ აჩენენ ეს ქალი აჩენს 6 შვილს რომელიც არის ბოლო მოდაზე ჩაცმული და გამოდის გამოტრენჯული ქუჩაში და დღეს სოფელში რო არის იმას აღარ უნდა ორ შვილზე მეტი რო გააჩინოს რულობენ არ იწუხებენ და საიდან მიქნებით მილიარდები საიდან მიქნებით თუ ეს ბავშვები არ გააჩინეს გააჩენენ და მადლობთ ხალბატონო დრო იწურება ბოდიშ გიხდით ხალბატონო ჩვენ საეთერო დრო იწურება და დიდი მადლობა სურვილებისთვის ასე თქვენ მაგრამ რითი დავიწყოთო კითხვა იყო თქვენგან იმით უნდა დავიწყოთ რომ მოვიყვანოთ წესიერი მთავრობა რომელიც აღასრულებს იმას რაც არის ხალხის დაკვეთა თუ ეს არ იქნა მე რაც არ უნდა დაულაგო და დაგვილაგებია ყველაფერი მაგათთვის და გვითქვია და გვირჩევია მაგრამ არაფერი შეუსრულებიათ ის რომ ეხლა ქალმა გააჩინოს თუ კაცი არ ეყოლა იმ ქალს საიდან გააჩენს ეხლა ის კაცი თუ სამუშაოზეა წასული სავარეთ როგორ გააჩენს დისტანციურად არ ხდება ეგ საქმე ხო იცი და ამიტომ აქ სულ სხვა რაღაცებია რა ჯერ უნდა ქვეყანა დალაგდეს და მე დაიწყოს კონცეფცია რა გავაკეთოთ და ეს ვიცით ჩვენ როგორ არ ვიცით მათაც იციან თქვენ წარმოიდგინეთ არ არიან თლად შტერები უბრალოდ არიან როგორც არ მინდა ცუდი სიტყვა ვთქვა აი ესენი არიან და თუ ჩვენ არ ვინერვულეთ თუ ჩვენ რაღაცა არ ვთქვით ჩვენ არ ვამხილეთ ეს უმსგავსობა რაც ქვეყანაში ხდება მაშინ წამოვწვეთ სადმე სოფელი მაგ ხამაკს გავაბამ წამოვწვეთ და რაღაცა იქნება ზარი შემოუშვათ უბრალო გისმენთ გამარჯობათ გამარჯობათ თუ შეიძლება ცოტა სწრაფად თქვით რა ბოდიშ გიხდით დრო იწურება და როცა გასულ დღესასწაულებში ყველა დაწყებული მე რა მაინტერესებს
ჩატარდა აღწერა ქვეყანაში. შედეგები რატო არ ქვეყნდება? დამთავრდა რო აღწერა. კი, დამთავრდა. რა აღწერა იყო ერთი გამაკებინეთ. აღწერა საერთოდ არჩევნების წინ უნდა ჩაატარო, რომ დათვალო რამდენი კაცია და ქალია და ესენი სხვა რამეს იგებდნენ. მუშაობ, რამე გაქვს, ქონება გაქვს, ის უთხარი ხა ერთმა, ოჯახის წევრი ამერიკაშია და მოქალაქეა, ეგ არ გვაინტერესებსო. ისო იქ არისო, ჩვენ გვაინტერესებს, ეგ რა აღწერა, მე არ ვიცი როგორ აღწერ შენ. აქ ვინც არის ახლა თურქი თუა ჩამოსული, ის უნდა ჩაწერო თურქი აქ ჩამოსული აქვს. მე არ ვიცი ეგ რა სისულელეებია. გისმენთ ზარია. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება. შეიძლება რომ გელაპარაკოთ. ისაუბრეთ ქალბატონო. ძალიან გამეხარდა თქვენნაირი ადამიანები ვარსებობენ კიდე. და სწორად რომ აზროვნებენ. აბა მაგალს რომ უსმენდით ახლა რის ნებისყოფა გაქვთ რომ აი ეგრე აზროვნებენ ადამიანები. ისიც საზოგადოების ნაწილია ქალბატონო. მიხარიან რომ ჩვენ კიდევ შეიძლება გადარჩენა ასეთი ახალგაზრდები რომ ყავს და იბრძვიან დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული გზის არჩევნებისკენ, რომ ოდისგან ილია ჭავჭავაძედან მოყოლებული ნატრა იყო და შემოვტრიალდეთ ისევ რუსეთისკენ, რომელიც ყოველთვის გვიპყრობდა. აი მითხარით შეიძლება ამის გაგება. იცით რა ქალბატონო, მასე თურქეთიც და სპარსეთიც გვიპყრობდა, მაგრამ პოლიტიკა ცოტა სხვანაირია, იცით, შეიძლება ჩუმი პოლიტიკა აკეთო, იმიტომ რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, შემდეგ ნაბიჯები გადადგა. მე არ ვიძახი რუსეთს ჩავეხუტოთ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია. ის ხო დროებითი დაპყრობილი მიწებია და არა რუსეთის საკუთრება. ის რომ დავიბრუნოთ და ჩვენი გახდეს, ამაზე საერთოდ კონცეფცია არა აქვს ამ ხელისუფლებას, არც ადარდებს. ამაზე მარტო ჩვენ ვდარდობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. აგერ ირმაინაშვილმა ხატი ჩააბრძანა მაშინ რა ქვია, აფხაზეთში და თელი ამბავი ატეხეს ნაციონალებმა და ქოციონალებმა. ესე თუ ურთიერთობა არ აღდგა და არ გავაკეთეთ, ვერც მიწებს დავიბრუნებთ და ვერც ქვეყანას ავაშენებთ. ზარია გისმენთ? გისმენთ ქალბატონო, თუ ბატონო გაითიშა. რა ვიცი გიორგი, ისა მე ახლა იმედი რომ ტრამპი ახლა ჩამოვა და აქ იტყვის რომ ტრამპ-ტაუერი უნდა ავაშენო და ხვალ ბიძინა კოშკში უნდა დაგსვა, მე ამისი ნამდვილად არ მჯერა. არა შეიძლება ვიღაცას გიჟი გონია, მაგრამ ხასიათი აქვს ესეთი ცოტა ესეთი როგორც იტყვიან რესკი, მაგრამ არ არის გიჟი, არ არის თან მეორეჯერ მოდის პრეზიდენტად 4 წელი და მანამდეც ერთხელ პრეზიდენტობაზე ნაყარია კენჭი მაგას ადრე და მაშინ წააგო მე ჩახედულია ყველაფერში და იცის და ბევრი ინფორმაციაც აქვს და ინფორმატორებიც ყავს. გისმენთ ზარია? ალო. დიახ. გესმით? დიახ, ისაუბრეთ ქალბატონო. გამარჯობა ბატონო ირაკლი. გამარჯობა. გისმენთ? რა მინდა რომ არ გამიხიშოთ. ეს ისინი რომ გამოდიან და ლაპარაკობენ. ერთი მაინტერესებს, ალტიფოს ისინი ბიჭები სად არიან? აქარია კაცო, თბილისში არიან, ყველგან არიან. რა თქვენ რა გაინტერესებთ კონკრეტულად? კაი, არა უშავს, გაითიშა. ხო და ეხლა ემოციისთვის ნამდვილად ბოდიშს გიხდით, მაგრამ ცით რა მაინც ემოცია ის არის, რაც გტკივა და რასაც განვიცდით და რასაც ხედავთ და რაც არ მოგწონს და თუ არ არის სწორი ჩვენი ეს ხედვა დღევანდელი დღისადმი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გავკიცხოთ და გვითხრათო ჩვენ ესეთი აზრი გვაქვს. მე რა თქმა უნდა ზარსაც ვიღებთ და პოლემიკაშიც შემოვდივარ თქვენთან და გვინდა გავიგოთ თქვენი აზრი რა გსურთ საზოგადოებას. ის რომ სხვამ ერთი თქვა და ის არ უნდა მიიღოს ზარი და გათიშო და ესეთი რამე არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა საზოგადოების წევრია და
ყველას შეიძლება დღეს ერთზე ფიქრობს, სხვანაირად იფიქროს და დაფიქრდეთ იმაზე რა და როგორ გააკეთოს და ჩვენ ყოველთვის მზათა ვართ თუ გვერდით დაგიდგეთ დღეს ეხლა ქუჩაში გამოსვლა და ესა ნიშნავს იმას რომ დაუდგეთ გვერდით ამ ნაციონალებს და ეს სპეციალურად მოაწყო ბიძინამ რომ ქუჩაში ისინი გამოყარა რომ ჩვენ არ გამოვსულიყავით და ასე იმიტომ ქნა რომ თვითონ უნდა რომ იყოს ხელისუფლებაში და მე ვთხოვ ბიძინას კი არა ურჩევდი რომ ჩაატაროს არჩევნები და ჩატარდეს ის წესიერად და ეროვნული ძალები შეუშვას არ გაგვიყალბოს დიდი მადლობა ყურადღებისთვის მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი რა სიტყვი მეც მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი არც ტრამპი და არავინ არ გუშველის მხოლოდ საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი არ გუშველის და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო ღმერთი გფარავდეთ